დღის განმავლობაში თუ უმიზეზოდ, ანუ არ გვაწუხებს სიცხე, არ გქონია რაღაცა გარკვეული დიდი სტრესი, არ ვიმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებთანაც ანალოგიური პრობლემა არის და გამოიყოფა ოფლიანობა და გვიწევს დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გამოცვლა ტანსაცმლის იმის გამო, რომ ის სველდება, რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა მივმართოთ ექიმს. ჰიპერჰიდროზი პირველადი შეიძლება არც იყოს არაფრის გამოვლინება სხვა დაავადებების და შეიძლება ვიღაც ადამიანისთვის საერთოდაც არ იყოს შემაწუხებელი, ხო? მაგრამ უნდა მივმართოთ ერთხელ მაინც სპეციალისტს, იმიტომ რომ დავადგინოთ. ხო, ეს არის პირველადი ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბობიანობა, თუ გამოწვეული რომელიმე დაავადება. ანუ მაგ კუთხით პირველი არის რა თქმა უნდა ფარისებრი ჯირკვალი. შაქრიანი დიაბეტი. ხო, რა დროსაც ვთქვათ არაკომპენსირებული არის შაქრიანი დიაბეტი და ამ დროს შესაძლებელია ვთქვათ წარმოიშვას დიდი ოდენობით ოფლი ორგანიზმში ეჭვის მიტანა უკვე მაგითანაც შეიძლება უკავშირდეს. შესაძლებელია. ღამის საათებში განსაკუთრებით.